ყველაფერი რაც პოპულარული ხდება რეალურად ანუ არ ტოვებს სიმხელა იმპაქტს, სიმხელა გავლენას და აქაც მით უმეტეს განსაკუთრებით ისეთ ეპოქაში და ისეთ დროებაში, როცა სოციალური მედია ესეთი, ასე ვთქვათ, მძლავრი მექანიზმია და ამ სოციალური მედიის ესე გაძლიერებამ განაპირობა ის, რომ არც ისეთი რთული აღარ არის პოპულარობის მოპოვება, როგორც ახლა რა ვიცი 20 წლის წინ იყო მაგალითად და 30 წლის წინ იყო, ხო? ანუ 20, თუნდაც 10 წლის წინ იყო, ანუ მაინდა-მაინც შორს ნუ გავიჭრებით, ხო? ანუ მაშინ რაღაცა ძალიან ლიმიტირებული იყო ის სივრცეები, ძალიან ელიტური იყო მედია, რაღაცა ინდუსტრიები და იქ შეღწევა ესეთი მარტივი არ იყო, ხო? დღეს შენ პოპულარობისთვის ეს აღარ გჭირდება, ყველაფერი გაქვს, რაც საჭირო ინტერნეტი გაქვს, სმარტფონი გაქვს, რა ვიცი, პატარა მიკროფონზე ხარ რაღაცნაირად მოაბავთოს რომ იდო და რა ვიცი, შეიძლება რომ ძალიან დიდი აუდიტორია იპოვო, ხო? ამიტომ ანუ მე მგონია რომ ეგეც არის ერთ-ერთი საზომი რომ პოპულარობა უკვე მიუხედავად იმისა რომ პოპ კულტურა მაგას ნიშნავს ესე თალსახად რომ პოპულარული უნდა იყოს ანუ ცოტა ამ სოციალური მედიის გაჩენამ და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ სხვა საზომებით შემოიტანა რა ამ იმაში რა ქვია და მარტო პოპულარული ეხა ის რაღაცა Coldplay-ის კონცერტზე რომ ქალი და კაცი გამოიჭირეს ეხა მაგაზე ვაირალ მომენტი შეიძლება არაფერი არ ყოფილა 2025 წელს მაგრამ ნუ რავი ჩაიარა მაგ მომენტმა და მორჩა ხო რაღაცა ორი დღე ვილაპარაკეთ და მორჩა ხო ან რა ვიცი ნებისმიერი ბევრი რაღაც შეიძლება იყოს ხე უბრალოდ გამახსენდა მაგრამ ბევრი რაღაც შეიძლება იყოს ასე ბევრი ადამიანი შეიძლება გახდეს ესე რაღაც ერთი რაღაცა სიტყვა თქვას ისე რომ აი უცებ აიტაცოს ამდენ მაგრამ ეგ აღარ არის საკმარისი